სტიქიამზიანი მიეყადა ქობულეთსაც, ყველაზე მეტი საფრთხე შტორმმა სანაპირო ზოლზე თამარ მეფის ქუჩაში შეუქმნა. უზარმაზარმა ტალღებმა გზის ერთი ნაწილი ჩამოშალა და საფრთხე ამ ზოლში გამავალ გასადენსაც შეუქმნა. მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად კომპანია სოკარის წარმომადგენლებმა მკვლევარი გასადენის გახიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. სპეციალისტების მით აღდგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. გადაუდებელი წვიმის გამო მოსალოდნელია ქალაქის დატბორვაც, ამიტომ სანიაღვრე არხების ინტენსიური გაწმენდა მიმდინარეობს. პარალელურად ქარისგან მიყენებულ ზარალსაც ითვლიან. უშინდელმა გრიგალმა სახურავი გადახადა უჩხამურში 5 სართულიან სახლს, სოფელ კოხში კი ამბულატორიას. ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით ხარჯებს სახურავების აღსადგენად ორივე სოფელში გამგეობა საკუთარ თავზე აიღებს. უამბობიდან გამომდინარე, თვითონაც ხედავთ რა სიტუაციას არის, ხომ გამოუღო რა საძირკველი გასადენსაც და თვითონ ფაქტიურად ქუჩა აღარ არსებობს და არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. თიდან გამომდინარე იძულებულები გავხდით, რომ გაგვეთიშა ქალაქი ნაწილობრივ 80% გათიშული არის და როგორც კი მართალია რომ უგაზოდ რჩება, მაგრამ ამ პირველ რიგში უსაფრთხოება არის მთავარი რა ჩვენთვის, რომ უსაფრთხოდ იყოს მოსახლეობა. საშინელი ხარისხალი იყო. მართლაც ფრის კორიანდელი დააღელა და როცა ჩამოვედით ცენტრში შენობაზე, ცენტრში არსებულ შენობაზეაც განთავსებულია სოფლის საბებიო პუნქტი, სახურავი მთლიანად იყო მოხდიდა. სოფელ ჰქონდა საკმაოდ ძლიერი ქარი, რომელმაც უჩხამურში მოგვაყვანა ზარალი 5 სართულიანი ბინებს სახურავი გადახადა. ასევე კოხში ამბულატორიის შენობას გადააწვეს სახურავი და ამავე სოფლებში გვაქვს დაახლოებით 20 ოჯახი, რომელმაც დააზიანა ძირითადად სახურავებზეა საუბარი. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ზარალის დასათქველად და პრინციპში იმ სამუშაოებისთვის, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება განხორციელდეს, ეს არის სანიაღვრე არხების საკითხი. სპეციალური სამსახური მუშაობს სანიაღვრე არხებზე, რათა გაწმენდილი იყოს და წყალმა იმ მოძრაობას შეუფერხებინა.